მადლობით კოლეგებო, მოკლედ, ვინც უკვე შემობრძანდით, მე იმედი მაქვს, რომ უფრო დაგვემატება, თუ არა და აგერ მადლობა თქვენ რომ მოიცალეთ და ჩანაწერიც რომ შეიქმნას ინტერაქტიული, ეს მნიშვნელოვანი არის. ესე იგი, ბევრი რამე გავითვალისწინეთ, ნახეთ, იცით თქვენ ჩვენ ესე იგი ორჯერ ჩავატარეთ ეს ფესტივალი და ეხლა ცოტა ესეთი რაღაცა პროექტის ფორმა მივეცით, რომელიც განგრძობადი არის დროში. თქვენ კითხვაზე პასუხი ესეთი არის. ნახეთ, ყველაზე ოპტიმალური დრო, აი ძალიან ბევრი გავიკითხეთ რა. ეს იყო გაკვეთილების შემდეგ, აი რაღაც საშუალო სტატისტიკურად რო დავადგინოთ, გაკვეთილების შემდეგ, რომ შევხედოთ მასწავლებლებს, თუმცა აქაც ორნაირი ვარიანტი არის. ესე იგი, ერთი პრობლემა არის, რომ ზოგი ისე არის სკოლაში, მაგალითად, სოფლის სკოლებში, რომ დროზე დაამთავრებენ, დროზე მიდიან სახლში, მე სახლიდან ერთვებიან. არის ხალხი, რომელიც პროცესის პოზიცია აქვს, რომ აი მე მირჩევნია სანამ სკოლაში ვარ, ჩავერთო, ხო? და მე უკვე სახლში წავიდე, რომ ეხლა სახლში კიდე რაღაც ჩართვა არ მქონდეს. აქედან გაჩნდა ეს დრო 4-დან 5 საათამდე. 3 საათიც ვიფიქრეთ, რომ დაგვეწყო, მაგრამ აი რა ვიცი, ბევრგან გავიკითხეთ და ნუ ჯერჯერობით 4-დან 5 საათამდე არის. უბრალოდ კიდე რჩება ვიდეო. მთავარი რა არის, იცით? მთავარი არის შემდგომი ჩვენი ურთიერთობა უკვე ესე იგი ინდივიდუალური, ხო? იმიტომ რომ მე ხა ჯერ არ დამიწყია საუბარი, მაგრამ ერთ-ერთი რაც გვინდა, ცოტა დაველოდები კიდე რაღაცებს გავაზიარებ, აქვე ვიტყვი, რომ პროექტი ესე არის დაგეგმილი. შეხედეთ, რომ დღეს ორი ვარიანტი არსებობს. მასწავლებელი აკეთებს ან თავის მოფიქრებულ, ან თავის გამოცდილებაში ერთხელ უკვე ერთ-ერთ კლასთან ჩვენ ხო რაღაცებს ვიმეორებთ, რაც კარგად გამოგვდის, ხო? ეს არ არის პროექტი იმის შესახებ, რომ მე რაღაცა გუშინ და გუშინ წინ რაღაცა სიახლე თუ ინოვაცია მოვიფიქრე. ეს არის სასწავლო პრაქტიკა, რომელიც შეიძლება გამოცდილი იყოს და მაგალითად ჩატარდეს სხვა კლასთან, იმიტომ რომ ჩვენ გადაგვაქვს ხო ჩვენი ცოდნა და საუკეთესო ჩვენი პრაქტიკა რამოდენიმე კლასში და ზოგჯერ თაობებშიც ვიმეორებთ ხოლმე, რა ვიცი, მე ესე მუშაობ მაგალითად სტუდენტებთან. რაც კარგია, რაღაც უმატებ, რაც კარგი არის. მეორე არის, აი რასაც დღეს ჩემი კოლეგა დათო თქვენ წინაშე წარმოაჩენს, კითხვარმა აჩვენა, რომ თითქმის 53% მასწავლებლებმა ვიდეოში თუ 540 მასწავლებელია დარეგისტრირებული, თქვა, რომ შემოგთავაზეთ გარკვეული იდეები პროექტების. აი ესეთი შემოთავაზების პირველი პაკეტი გავაკეთეთ, სულ ორი პაკეტი გვექნება, ალბათ დაახლოებით 20-მდე პროექტი იქნება, თითო პაკეტში 10 პროექტი არის. და რაც თავარია, ნახეთ, აი საგნობრივი მიმართულებები ავირჩიეთ. ანუ თვითონ ამ პროექტის იდეა აწყობილია ისე, როგორც ის შეესაბამება STEM სწავლების კონცეფციას, მაგრამ ამავე დროს მასში გამოკვეთილი არის დომინანტი გარკვეული საგანი, ხო? ეს ვიღაც მასწავლებლებმა შეიძლება ინტეგრირება გააკეთონ, რამოდენიმე საგანმა ერთად იმუშაოს, მაგრამ მაინც აი გამოვკვეთეთ პროექტები გარკვეული მიმართულების, ესეც გარკვეული სიახლე არის. ადრე უფრო აი მაქსიმალურად ინტეგრირებულ პროექტებზე ვჩერდებოდით ხოლმე, ხო? და ეტაპი რო ვიძახი პირველი გულისხმობს იმას, რომ გაეცნობით თქვენ ამ პროექტებს, იქნებ მოხერხდეს, რომ ბავშვებთანაც ერთად გაკეთდეს არჩევანი და სადღაც ესე 20 ივნისისათვის, პირობითად რომ ვთქვათ, ანუ ივნისისთვის ბოლომდე, ხო? ჩვენთან მოვიდეს წერილი კორ მასწავლებლისაგან, რომელიც თქვა, რომ აი ახლა ჩვენ ვიმსჯელეთ და სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ ვიმუშავებთ აი ამ პროექტს, ხო? იქნება დრო მომსამზადებლად ამ პროექტისათვის და განხორციელება პროექტის ამ ეტაპზე არ არის დაგულისხმებული. მხოლოდ მოაზრება, დაგეგმვის ეტაპი არის უფრო რეკომენდაციების და სექტემბერ-ოქტომბერში, როცა ბავშვები იმუშავებენ პროექტებზე, მე ვფიქრობთ, რომ ნოემბერში იყოს გამოფენები ესეთი STEM პროექტების, სადაც თავს მოიყრის განხორციელებული პროექტები. მანამდე მუშაობის პროცესში ვთხოვთ სულ ყველას, რომ ვიდეო რეფლექსია ჩაიწეროს, ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია, რომ აი და გაინტერესებთ, როცა შემიძლია გაჩვენოთ კიდევაც, ბავშვები დაახლოებით 5 წუთიან ვიდეოში საუბრობენ, როგორ მუშაობდნენ პროექტზე, რა მოეწონათ, როგორ გადაჭრეს გარკვეული პრობლემები და ესეც გარკვეული დადასტურება არის. ხო შეს მინდა გითხრათ, რომ აი ერთ-ერთი რაღაც დისკუსიაში გაისმა ეს კითხვა, რომ ვიღაცა რო იძახის, რომ STEM პროექტები, STEM კლუბი მაქვს, STEM პროექტებზე მუშაობ.
რა ვიცით რა ადამიანი მუშაობს, იმიტომ რომ რაღაც დოკუმენტი გამოაგზავნა ან ანგარიში? არ ვიცი, ესე იგი ვიღაცისთვის ეს საკმარისია, ამიტომ მაგალითად ჩვენ გაგვიჩნდა პროგრამაში ეს იდეა, რომ რა არის მთავარი, ხო, ჩვენი შედეგი, როცა ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი მოსწავლეები მსჯელობენ, აზროვნებენ, საუბრობენ პრობლემურ რაღაცა საკითხებზე, თავისას იფიქრებენ, თუ თავისას არ იფიქრებენ, რა მნიშვნელობა აქვს? სასწავლო რესურსს ადეკვატურად ესე იგი იყენებენ. და ეს ყველაფერი ყველაზე კარგად მოჩანს, ასე ვთქვათ, ვიდეო რეფლექსიებში. ვიდეო რეფლექსია რა არის? ანუ ვიდეოზე არის ჩაწერილი, საუბრობენ დღეს დროში ვცხოვრობთ ციფრულში, გაუთავებელ სულ ადამიანები სულ რაღაცის ჩაწერაში და გამოდებაში არიან სოციალურ ქსელში, ხო? ხო, და აი როცა რეფლექსიაში ბავშვები ესე მსჯელობენ, კარგად, გამართულად, თავისუფლად, ეს უკვე ნამდვილად დადასტურება არის, პროექტის ვიდეო არის გადაღებული, ხო, ეხლა ამას მეტ დადასტურება რა უნდა იყოს. და თან საინტერესოა, იცით, ისეთ წესიც არის, რაც უფრო მეტი ქართულენოვანი ვიდეო იქნება მასწავლებლებისათვის, ეს რესურსი არის, ხო? მე ხაც რომ დავიწყებთ ახლა დათო პრეზენტაციას და იმას, მეც შევეცდები რომ გავაზიარო კიდე ერთხელ ჩვენი YouTube გვერდი, სადაც უამრავი ეგეთი რეფლექსია გვაქვს. ასევე ამ პროექტის თავისებურება ის არის, რომ ჩვენ არ ფოკუსირდით მანდამაინც, რომ ყველა პროექტში გინდა თუ არა ელექტროინჟინერული ელემენტები იყოს, არა. STEM-ი ეს არის მეცნიერება, ტექნოლოგიები აბსოლუტურად სხვადასხვა ფორმით არის შექმნილი, ზოგიერთ საერთოდ უკავშირდება ელექტროობას ან პროგრამირებას, ხო? ქიმიაში, ბიოლოგიაში, რა ვიცი, მედიცინაში, ბევრი მიმართულებით რა. ამიტომაც უფრო მეტი თავისუფლება არის აი ამ მხრივ. ამიტომ ფიქრობთ, რომ თან შეგაწუხებთ ესა რა ქვია, ხშირად იხსნება, რომ შევეცდებით რომ ეს ვებინარები, აი ივნისის თვეშიც, ხო, პირველ ნახევარშიც და შეიძლება მერეც ხო, ვინც შეძლებს დაესწრება, ვინც არა. ჩვენ ფიქრობთ, ერთი 3-3 შეხვედრა მაინც გავაკეთოთ. რაღაცა პერიოდი იყოს, რაღაცა შეთავაზებას ადამიანი გაეცნოს, რამდენსაც შეძლებს, მე მეორე შეხვედრას, მე მესამეს, ისე ვიძახი, რომ მიზანი ჩვენი ამ შეხვედრების არის, აი გააზრება რა გვინდა, რაღაცა შეთავაზებები, ვარიანტები და მე უკვე ამისი რეფლექსიას შემდეგ შეხვედრაზე. იყო გამოთქმული სურვილი პირისპირი ტრენინგების, ხო? შესაძლებელია ტრენინგების რა სამუშაო შეხვედრების, რო, ანუ აი ეს პროექტები, რაღაცა ავირჩიე, მინდა გავაკეთო, მაგრამ რაღაცა ელემენტები მაინტერესებს, აი როგორ მუშაობს რა, ჩვენ შევხვდეთ ერთმანეთს და ესეც, რა ვიცი, დაიგეგმება იმ დროს, როდესაც თქვენ გეცლებათ. ამიტომაც ეხა შევედით 26 მაისმა, სხვათა შორის ჩვენი პროგრამა ცოტა ბევრი დრო წაგვართა და პაუზა გაგვიჩნდა. პირველი ბიოლოგების შეხვედრა მოვასწარით მარტო ერთი. ხო, და ეხა უკვე ვიწყებთ დანარჩენი საგნებრივი მიმართულებით. თითქმის ყოველდღე გვექნება რაღაცა ვებინარი. მერე დავდებთ Facebook ჯგუფში. Facebook ჯგუფში ადამიანს ექნება საშუალება, რომ ნახოს თუნდაც სხვა საგნობრივი ვებინარი და კითხვა დასვას. ასე რომ აი იმედი გვაქვს, რომ რაღაცა აი ამ კომუნიკაციის წესები თუ ფორმები მრავალფეროვანი მოგცეს შესაძლებლობას, რომ აუდიტორია გავზარდოთ. აი ხაც მაგალითად ხო 4 ბრძანდებით. შეიძლება კიდევ ვიღაცა დაგვემატოს. დავით, აქ ახარ, მოდი გავეცნოთ კოლეგებს. გამოჩნდება ჩემი ახალგაზრდა კოლეგა მინდა რომ გაგაცნოთ. დიახ, გამარჯობათ. გამარჯობა დავით, ხო? აი დავითი არის ჩემი კოლეგა ქიმიის მიმართულებით. ძალიან ესე იგი ჭკვიანი ქიმიკოსია, ეხა ჩააბარა დოქტორანტურაზე. ასე რომ ეს არის რა ქვია, ქიმიის მაგისტრი არის. ჩვენთან უკვე მესამე წელია მუშაობს, ის მუშაობს აი ქიმიის მიმართულებით, რო იყოს სუფთა ქიმია პროექტები. სხვა შეს სპეციფიკა აქვს ესეთი, მას ძალიან აინტერესებს ესე იგი სუნამოების და სურნელოვანი ნივთიერების დამზადება, აქვს სტარტაპიც ესეთი, პრინტა ხო დავით? დიახ, პრინტა ჯენტი. ხო, ესე ქვია, პრინტა ქვია ესე. და აი 26 მაისს რამოდენიმეჯერ იყო ჩვენთან ერთად და მინდა გითხრათ, რომ ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ, როდესაც საკუთარი ხელით ქმნიდნენ ქიმიურ ნარევებს, განსაკუთრებით აქროლად ნარევებს და იქ ეცნობოდნენ, ისინიც კი რაღაც მეც გავიცანი რაღაც ესე ახალი ნივთიერებები, ხო? და ის რაღაც დარწმუნებული არის, რომ მოკლედ შეძლებს, რომ აღორძინოს, ადრე კეთდებოდა საბჭოთა კავშირში ქართული სუნამოები, ხო და ეხლა სულ რაღაცა უცხოური სუნამოები არის, რატო არა ქართული, ამიტომ ძალიან ხარში ვდივართ. აი დათო ვთხოვე, რომ
ესე იგი რა ქვია დამხმარებოდა, ესე იგი მან ჩემს მეტად კარი გაცნობიერებული ქიმიაში და ის ესე იგი დაგვეხმარება იმ პროექტების წარდგენაში, რომელიც ჩვენ გვინდა რომ შეგთავაზოთ. თორსა ისმის ეს კითხვა, რომ აი ზოგჯერ პროექტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, აი რაღაცა რთული პროექტი, სუსტი პროექტი, ხო, რაღაცა თითქოს კონკურსი მანდამაინც რთული პროექტები არის. ჩვენ ესეც არ ავირჩიეთ ეს გზა. ჩვენ ავირჩიეთ როგორი გზა, იცით, რომ აი ადამიანმა თავისი კლასის საჭიროებიდან მისთვის დაძლევადი პროექტი შეარჩიოს და თუ ვინმე იკითხავს, რომ აი ფინალიც გვექნება მე ჩვენ წლის ბოლოს და გამოფენებზე ჩვენი გარკვეული შეფასების კომისია, ვინც გამოფენაზე გამოიტანს თავის პროექტებს, იქ ბავშვებს გავესაუბრებით. იქ დაისვა ეს კითხვა, რომ აბა რა კრიტერიუმით შეიძლება, ვთქვათ, შეადარო ერთმანეთს ეგრეთ წოდებული თუნდაც რესურსის გამოყენებით ან ექსპერიმენტების გნებავ სირთულითაც, ხო, რაღაცა იქ, რთული თუ მარტივი. მინდა გითხრათ, რომ ბავშვების მიერ რა პრობლემაზეც იმუშავეს იმისი გააზრების სიღრმით, მკაფიო გადმოცემით ამ სულ ყველაფრის, ანუ ეგრეთ წოდებული მარტივი და საწყისი პროექტები, ხო, რომლითაც ბავშვები მიდიან უფრო რთულისაკენ, ყველა თავის სასწავლო ფუნქციას ასრულებს, თუ ბავშვები გვიჩვენებენ კარგ საინტერესო და ღრმა გააზრებას გარკვეული მოვლენის, რომელიც შეისწავლეს. და უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა მე იქ რაღაცა აბსოლუტურად ახალი აღმოჩენა მაქვს, თუ არ ვიცი, რაღაც ინოვაციურებს ეძახიან ხოლმე ესეთ პროექტებს, თუ ჩვეულებრივად მაგალითად სკოლის სახელმძღვანელოში არსებული რაღაცა ექსპერიმენტი ან გარკვეული კვლევა ბავშვებმა ჩაატარეს. თუ ისინი იგივე აი ამ აუდიო რეფლექსიაში იქნება, თუ აი ამ ექსპერიმენტზე მუშაობაზე წარმოაჩენენ, ესე იგი, ამ კრიტერიუმებზე მე ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ და გადმოგიგზავნით ჩვენ, აი ღრმა ცოდნას, გაგებას, გააზრებას, ხედვას, როგორ განავითარონ ეს პროექტები, ვფიქრობ, ისინიც აუცილებლად მოწვეული იქნებიან ფინალურ შეხვედრაზე. დათო, მოდი ესე იგი დავიწყოთ, ხო? მაშინ მე ოფიციალურად ესე იგი ვიტყვი, რომ გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა, ვინც მოიცალეთ და შემოხვედით ამ შეხვედრაზე. მინდა ყველა გაგაფრთხილოთ, რომ ესე იგი ჩვენ ვიწერთ ვიდეოს, იმიტომ რომ ვიცით, რომ მასწავლებელი სხვადასხვა დროს არის მოცლილი, ამიტომ ვიდეო აქ დარჩება. ასევე მინდა გითხრათ, რომ მე აი ახლა გავაზიარებ ჩემ წამით პრეზენტაცია იყო და ჩემ სამუშაო მაგიდას, აი ნახეთ თქვენ ხედავთ ახლა ჩემ სამუშაო მაგიდას. ჩემს ეკრანზე რაც მოჩანს, მე მინდა გაჩვენოთ უბრალოდ, რომ სოციალურ ქსელში სამას გავწევ გვერდზე. აი სოციალურ ქსელში გადავედი. ჩვენ გვაქვს ესეთი ჯგუფი STEM სკოლებში კლუბი ჭირკედელა და აი ამ ჯგუფში, რომელშიც უკვე 6000-ზე ცოტა მეტი წევრი არის, ადამიანი არის, ესე იგი, ჩვენ აი ესე დავდებთ, ეს მაგალითად ბიოლოგიის პირველი ვებინარი არის და აქაც ვაკეთებთ განცხადებებს, აი დღეს მაგალითად ეგეთი განცხადება გავაკეთეთ, 4 საათზე ეს შეხვედრა იქნებოდა. და ის რომ თქვენ იცით, რომ სოციალურ ქსელში ესე აი ქვემოთ ჩამოწევა ჭირდება იმისაც, რომ იპოვო რაღაცა, მაგრამ ჩვენ ამ მნიშვნელოვან ვიდეოებს ეგრეთ წოდებულ პინს ვადებთ, ეს ნიშნავს, რომ ნახეთ ისინი გვერდის სულ თავში იმყოფებიან. ეს არის თავისებური, აი ინგლისურად featured ქვია, ქართულად კი არ ვიცი, რა გადამეყვანია ამას, გამორჩეული არის რა, თავის შინაარსით და აი აქ ცალკე აქ თუ შევალთ, აი აქ თქვენ ნახავთ ყველა ვიდეოებს, რომელიც მანამდე აქ იყო გამოქვეყნებული, ასე რომ არ არის რთული მოძებნა და დათვალიერება არა მარტო ქიმიის, მაგალითად, როგორც აი ახლა თქვენ მოგიწიეთ, ხო, ამ ჯგუფში ქიმიკოსები, არამედ სხვა მიმართულებითაც. რა მიმართულებები არის? ეს არის ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, დაწყებითი განათლება ცალკე. ძალიან გაგვეხარდა, რომ გამოიკვეთა ისეთი ჯგუფი, როგორიც არის მაგალითად ციფრული ტექნოლოგიები გასაგებია თავისთავად, უცხო ენის მასწავლებლები დაინტერესდნენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებლები დაინტერესდნენ. გავიხსენო, ხო, აი ეს რაღაცა შედარებით დიდი ჯგუფები და სხვადასხვა მასწავლებელი, სოციალურ ფიზკულტურის მასწავლებელი არის, ასევე კლასის დამრიგებელი არის რამოდენიმე, ხო? ყველას აქვს საშუალება, რომ ბავშვებთან ერთად სხვადასხვა ფორმატით, არამითი
მოგესალმებით ქალბატონ ნანა, მოგწერა ჩატში. ესე ყველას აქვს საშუალება, რომ თავის გემოზე რაღაცა პროექტი შეარჩიოს. კაი, დათო, ეხლა რო არ დავკარგოთ დრო, მე ესე იგი ისევ გავაზიარებ შენ პრეზენტაციას, ხო? მე მინდა ვთხოვო დათოს, აბა აი რა ტიპის პროექტებს შემოგთავაზებს. ესე იგი, ეს არის ქიმიის მიმართულების პროექტები, ხო დავით? დიახ. გადავალ მაშინ შემდეგზე, აი ეს არის ზოგადი ჩამონათვალი პროექტების, აბა გითხარი, ძალიან მოკლედ რა ჩამონათვალია ეს? კი ბატონო, ეს ეხება, ესე იგი, ზოგად თემებს შევარჩიე ისეთი პროექტები, რომ საშუალოდ, ანუ ყველასათვის საინტერესო ყოფილიყო, ყველა ასაკის მოსწავლისათვის გულისხმობ. თქვათ, ეს შეეხება ეს არის თქვათ ერთი პროექტი, ესეთი ქიმიური ქამელეონი, ჟანგბადის მიღება, შარდოვანა ფორმალდეჰიდის პოლიმერის ხო, ნუ ამას სინთეზი. ისა უკაცრავად ამ სახელებმა არ შეგაშინოთ, ყველას განვიხილავთ ეხლა. პირიქით, მე მიხარია, რომ რაღაცა შენ, ესე იგი, ისეთი ის არის, რაღაც შემოქმედებითი სახელები არის, მაგრამ მთავარი არის მომწონს, ესე იგი, ყველა, მოდი ესე ვთქვათ, როგორც საფეხურის, ან ზოგადი, საშუალო შეიძლება დაწყებითიც, ხო? და მაშინ მე გადავიყვან თითოეულ სლაიდზე და შენ გითხარი რაღაც აი მოკლე ანოტაციასავით გითხარი და ესე იგი, შეხედეთ კოლეგებო, ეს პროექტები აიტვირთება ფაილების სახით, ესე იგი, ამ ჯგუფში Teams-ის ჯგუფში, აი გასაზიარო ფაილებში, ამასაც მე გაჩვენებ სად და როგორ და ასევე ელექტრონული პოსტით გამოგიგზავნით Google Drive-ზე შევქნით ეგეთ სივრცეს, სადაც ავტვირთავთ ამ პროექტებს და იმის ბმულსაც გამოგიგზავნით. აბა გითხარი ქიმიური ქამელეონის იდეა რაში არის? ნუ აქ ესე იგი მთავარი ეფექტი არის ის, რომ ბავშვებს აქვთ უფერული ხსნარი, რომელსაც შენჯღრევის შემდეგ ეძლევა ფერი, ხდება ლურჯი, როგორც კი დააყოვნებენ, იმ წუთასვე ისევ უფერულდება რა. ეს ერთი შეხედვით შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, თუმცა აი ამის მომზადება, თვითონ ამის პროცესი არის საკმაოდ საინტერესო, მოითხოვს აი პროექტში თქვენ ნახავთ, რომ ეგ მთელი სიზუსტითაა გაწერილი, რა რაოდენობით უნდა იყოს თქვათ მეთილენის ლურჯი, გლუკოზა, ნატრიუმის ტუტე. აი მე რას ვიზამ იცი დათო? მე სანამ შენ საუბრობ ამ პროექტს გავხსნი, კარგი? და ვანახებ აი როგორ არის ზოგადად თითოეული პროექტი წარმოდგენილი, კარგი? დიახ. ამის მაგალითზე. ხო, აი ხა მე ესე იგი ამ დოკუმენტს ვხსნი. დიახ, მე მეთოდიკებივით გავაკეთე, ასე რომ ვთქვათ. კი ბატონო, ერთი წამით ლაბორატორიებში არის. და მე მგონი ბაზიარება შევცვლი ახლა მე ერთი წამით. აი ესე იგი ეს არის ეს აი Word-ის დოკუმენტი, მოდი მე ცოტა ისეთ ფორმას მივცემ, რომ ისე გამოჩნდეს კარგად წამით. გავიდა. ესე. ცოტა კარგად რო გამოჩნდეს. კი ბატონო. დრო ჭირდება რომ გადავიდე ხოლმე, ხო, აი რაღაც ესე არის წარმოდგენილი. ხო, სადაც არის შინაარსი, მიზანი, ზოგადი მიმოხილვა. ხო, ერთი წამით. გავაყენებ ისე რომ ხო, აი მე მგონი ესე უფრო ჩანს, ხო? ხო, აქ არის საჭირო მასალები, რეაქტივები, მეთოდიკა ნაბიჯ, ხო? ხო, აი ეს მაგალითად და ასევე როგორც ვიცი, ჩვენ შეგვიძლია რომ თქვა თუ მასწავლებელი რომელიმე პროექტს აიღებს, თქვა მაგალითად დამიკავშირდეს მე და შეგვიძლია რომ რაღაცა კონსულტაციის თვალსაზრისით უფრო მჭიდრო კავშირი გქონდეს და ერთად გავაკეთოთ. მე მგონი ისეც, ხო. მე მაგალითად ამის მზაობა პირადად. ხო, ანუ მე ესე იგი ჩვენ ესე ვსაუბრობდით, როდესაც ვიძახდით რომ როგორ ჩავატაროთ და როგორ გავზარდოთ ადამიანების და მოსწავლეების мотиваცია. როდესაც ესე იგი თქვათ აი ამ პროექტებიდან რაღაცის შერჩევა მოხდება, მერე აი ელექტრონული პოსტით, რა ვიცი, ჩართვით, არა ესე გუნდში, არამედ ინდივიდუალურად ყოველთვის ზად ვიქნებით კონსულტაციების გასაწევად. სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ მაგალითად შეგვხვდეს კიდევაც ჩვენ ლაბორატორიებში, ნუ ამ შემთხვევაში ხომ მე უფრო აი თბილისზე ვიძახი და მე მოვიფიქრებთ რეგიონში რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ხო? შეიძლება ეს შეხვედრაც ჩატარდეს რა. ან ვიდეოს გამოყენებითაც შეიძლება ჩატარდეს. დიახ, და ეს პროცესშიც რო გვერდში დაუდგეთ სკოლას იმ გუნდს, ვინც ამ მიმართულებით იმუშავებს. კი ბატონო, კი, ნამდვილად ამაზე ჩვენ შევთავაზეთ.
ესე იგი, ერთი-ორი სიტყვით რომ მითხრა, ესე იგი, აქ ეს ფერის ცვლილება მე როგორც ვხვდები, აი ხა ქიმიური მას რო უყურებ, ესე იგი ოქსიდაციის ისენი არის, ხო? ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ქმნიან ამ ეფექტს და ბავშვები დიახ, ამას მიხვდებიან, ამას წარმოაჩენენ, ხო? კი ბატონო და თან აქ კიდევ აკავშირებენ რა გავლენა აქვს საერთოდ სინათლეს ფერზე, ხო? ანუ ფერის აღქმაზე და რა როლს თამაშობს მოლეკულა ამ დროს აი ამ ფერში რა. კი ბატონო, საინტერესო იდეა, კი. შემდეგი არის შარდოვანა ფორმალდეჰიდის პოლიმერი, ეს საკმაოდ ისეთი სიზუსტით, იქ რომ მაგალითად ზუსტი კონცენტრაციის ხსნარებია გასაკეთებელი და მაღალი სკრუპულოზობა საჭირო, ამ შემთხვევაში აქ ასეთი რამ საჭირო არ არის, მარტივად ხდება ეს რეაქცია, მაგრამ კარგია იმისთვის, რომ შედეგი მალე დგება, შედეგი ხელშესახებია და რაც მთავარია, ბავშვები ხედავენ აი ამ ქიმიური პროცესის პრაქტიკულ შესაძლებლობას. ეს შარდოვანა ფორმალდეჰიდის პოლიმერი არის სამრეწველო თვალსაზრისით ძალიან გამოყენებადი რა დღეს, მაგალითად, თუ იცით MDF-ის ისენი რო არის, რა ქვია, აი ეგენი სულ ამ შარდოვანა ფორმალდეჰიდის პოლიმერით არის შეწებებულები და რაც მთავარია, ძალიან კარგი საშუალება რომ ბავშვებს პრაქტიკულად ძალიან მოკლე დროში მარტივად აჩვენო როგორ მიდის ეს პოლიმერიზაციის რეაქცია. მაგალითად, აი არსებობს რეაქციები, რომელსაც დღეები ჭირდება, რომელსაც თქვათ საათები ჭირდება. ეს ძალიან მარტივად ხდება. კი, სწრაფი რეაქცია, შედეგი მალე დგება და რაც მთავარი არის ის, რომ ცოტა უსაფრთხოების თვალსაზრისით ისეთია, ჭყალებში საშიში, მაგრამ აქაც ბავშვები გაეცნობიან ამ უსაფრთხოების წესებს და ეს მნიშვნელოვანია ლაბორატორიაში მუშაობის გამომუშავება. კი ბატონო, კარგი. ჟანგბადის მიღება, ჟანგბადის მიღება ესეც უფრო აი შევეცადე რომ აი რაც იყო თქვა სკოლის იმაში რა ქვია პროგრამაში რომ ესეთი ხელშესახები ყოფილიყო და მარტო წიგნში არ ყოფილიყო რა ეს და მარტივი აქაც კატალიზატორის ძირთად აქვს ჩვენ კატალიზატორზე ვახდენთ ამ იმას რა ქვია კონცენტრირებას აქ დაშლის რეაქცია ხდება მანგანუმის ოქსიდია წყალბადის პეროქსიდი ემატება მას, ის იშლება, წარმოიქმნება ასეთი თეთრი ფერის კვამლი. სხვათა შორის აქ უცნაური ისა, რომ ჟანგბადი თვითონ უფეროა, მაგრამ აქ რატომღაც თეთრი ფერის კვამლია და ეს მოსწავლეებს მეტ ინტრიგაში აგდებს თუ რატომ თუ ის უფეროა, მაშინ რატომ არის ეს თქვა თეთრი ფერის. ეს ახსნილი არის ამ პროექტში, რა თქმა უნდა და ასევე ჩვენ ამ პროექტის შეგვიძლია ამაში ხა მაგათი ხა რასაც ხედავთ აქ სურათზე ხო თეთრი ფერის კვამლი, შეგიძლიათ წაუკიდოთ ცეცხლი მაგალითად რაცა ხის ჯოხს, მანკვარს, ჩადებთ და ნახავთ რომ წვა გაძლიერდება რა, გაკაშკაშდება და აი ჟანგბადის თვისებები რომ მაგალითად წვას ხელს უწყობს, მაგრამ თვითონ არ იწვის და ასე შემდეგ. ასე მეორე სურათზე ნაჩვენებია მარტივი სქემა, როგორ შეიძლება შევაგროვოთ ესე იგი ჟანგბადი, ქვევით ან კონუსურ კოლბაში ყრიეს მანგანუმის ოქსიდი, ზემოდან საწვეთი ძაბრით ან შეიძლება პიპეტი აიღოთ. დეტალურად მოდი არ გვიტანს მოყოლა კი ბატონო ეს თვითონ ექსპერიმენტია რაც თავარია შენ როცა მორჩები მე მინდა კოლეგებს ასევე შევახსენო ამ ფაილებსაც ჩვენ გადავუგზავნით მათ რომ ერთ-ერთი აი კვლევითი ციკლებს ან მეცნიერული აზროვნების ციკლებზე ყოველთვის ბავშვებს ვამუშავებთ ხო რომ მათ ესე იგით რაღაცა დააკვირდნენ წარმოქმნა ჰიპოთეზა შეამოწმონ საკუთარი ჰიპოთეზა ნახონ შედეგები, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს, რა ვიცი, ჩემი გადმოსახედიდან ეს დაეხმარება მათ, რომ აი ესეთ თანმიმდევრულ აზროვნების წესი ჩამოიყალიბონ, თუ ამ ტიპის, ესე იგი, პროექტში არჩევენ და მე იმსჯელონ რა გააკეთეს, რა შედეგი მიიღეს და რა მიზეშედეგობრივი კავშირები არის ამ პროცესთან დაკავშირებული. კი ბატონო. ეს მეორე პროექტი არის ესეთ სახალისო პროექტია ძალიან ქიმიერს თქვაში, ასე დავარქვით. აქ ჩვენ გვაქვს კალციუმის ტუტის წყალხსნარი, რომელიც ფეროპტალენით არის შეღებილი. ბავშვები მოდიან, მით რა ქვია, ეს საწრუპი მილებით და იწყებენ შიგნით ჩაბერვას.
და ინიშნავს თქვათ მასწავლებელი დროს, აი რა ხანგრძლივობაში შეუძლია რომ ეს თლიანად გაუფერულოს. მასწავლებელს შეუძლია რომ მოამზადოს ისეთი კონცენტრაციის ხსნარები, რომ მოსწავლის მაგალითად გაუჭირდეს ერთი ჩასუნთქვის ამის, ესე იგი, გაუფერულება. აქ ესე იგი ხა ეს პროცესი თვითონ სახალისოა, მაგრამ შინაარსობრივად ეს ემყარება იმ პროცესს, რომ კალციუმის ტუტე შედის რეაქციაში ჩვენი ამოსუნთქულ ჰაერში არსებულ CO2-თან, კარბონატი წარმოიქმნება და უკვე ის რომ იმით რომ ჯერდება ეს ხსნარი, ფენოფტალეინი უკვე რაღაცგან ჰიდროქსიდების შინით აღარ არის უკვე ხსნარში, ფენოფტალეინი უკვე ფერს აღარ იძლევა. ხო და ამით ესე იგი ბავშვები, პირველ რიგში ახდენენ, უბრალოდ უპირდებიან იმას, რომ ჩვენც ქიმიური მექანიზმებით მოძრაობთ და არა მარტო გარეთ აქ იმი, არამედ ეს ჩვენშიც არის. ამავდროულად ბავშვები, თქვათ, სახალისო პროცესს გადიან და ასევე ამოწმებენ რამდენად ძლიერი ფილტვები აქვთ. შენად გაქვს რაღაც საინტერესო კავშირები, ხო, პლუს რომ მათ აი დიახ. ძალიან საინტერესო არის, მართლა ძალიან მომწონს, არ მომსვლია აზრად, სხვა რაღაცას კი ვაკეთებდი, მაგრამ ეს მომეწონა. ხო, აქ მოკეთ პროექტში პრინციპში ესეც მომეწონა მე, რომ არის ბავშვებმა შეიძლება დაინახონ ამ რეაქციების გავლენა რა. როგორც ისტორიული მასში, რა ქვია, კონტექსტში კი ბატონო და აი ამ მასე ძველ ისტორიულ მასე, რა ქვია, მასალებზე, ხო? მე როგორც ვთქვი, აი ეს რაღაც წვანე ნალექები ის რო აქვს, ჩვენ თვალწინ ხშირად არის ბევრი საინტერესო ქიმიიდან, მაგრამ ჩვენ მას ვიღებთ როგორც ჩვეულებრივ ამბავს. თავს კი ვაკვირდებით სინამდვილეში ეს რა არის. კი ბატონო, აი ეს შემდეგი პროექტი ეს არის galvanostegия, ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის, აქ შეგვიძლია რომ ზოგიერთი ნაკეთობას მაგალითად ზედაპირი შევცვალოთ, მაგალითად ჩვენ შემთხვევაში არის 20 თეთრიანი და ამ 20 თეთრიანს თქვათ ათავსებთ ელექტროლიტის წყალხსნარში, სპილენძის სულფატის წყალხსნარში, ანოდზე ავათავსებთ სპილენძის პირფიტას, თქვათ კათოდზე მეტალს, მაგალითად ამ იმას რა ქვია 20 თეთრიანს, ან ლარიანს, ან რა ვიცი, ყოვს, ან სულ ერთია რაც გვინდა და შემდეგ 6 ვოლტ ძაბვას ვაძლევთ რა. და პროცესი სადღაც 2-3 საათში არის ის, რომ ეს ვერცხლის შეფერილობი, ვერცხლის ფერი ეს ისა რა ქვია, ფული, ის შეიცვლება აი ამ სპილენძით დაიფარება. მე რაღაც ეს პროცესებს წარმოებაშიც იყენებენ, ხო ადამიანები? რა თქმა უნდა, ეს galvanostegия არის, როდესაც თქვა გვინდა ისეთ რაღაცა დავამზადოთ, რომ არ დაიჟანგოს. შეფუთავენ ამ სპეციალური სხვა მეტალით, რომ ის არ დაიჟანგოს და ძალიან კარგი რაღაც არის galvanostegიის გარდა არის განულოპლასტიკაც, რომელიც თუ რომელიმე მასწავლებელი დაინტერესდება, შეიძლება ეს დავაექსპერიმენტოთ კიდეც, რომ შეგვიძლია ყალიბი შევქნათ, მაგალითად თაბაშირისაგან, შემდეგ იმ თაბაშირის ყალიბს რაღაცის ყალიბი, არ ვიცი ისი შეიძლება იყოს, სულ ერთი ამეთად ყვავილის, ან კალმის, რა ვიცი. შემდეგ წაусმევ წეპოს, იმას დაფარავ გრაფიტით და აი ამ მეტალის მაგალითად კათოდზე ჩასვამ აი ამ შენ იმას რა ქვია, გრაფიტს რა. და იქედან თქვა დაიღებ რომელიმე მაგალითად სპილენს. და შემდეგ აღმოჩნდება ის, რომ galvanoplastikis დროს ეს სპილენძი დიდი რაოდენობით დაილექება აი ამის ზედაპირზე, იმ გრაფიტის ზედაპირზე. ოღონდ ეს 3-4 დღე უნდა წარიმართოს ეს პროცესი. შემდეგ გამოიღებ ამ თაბაშირს მოხსნი და დაგრჩება ის სპილენძის ნაკეთობა. კი, კარგია. მე მგონია რომ ბავშვები მაგალითად ამაზე იხალისებენ, იმიტომ რომ შეიძლება მე შემოქმედებითი ელემენტებით გაუჩნდეთ რა, რომ რაღაც ფორმები მიცენ მათთვის საინტერესო. დაფარონ. კი ბატონო, ეს ახლა შაბიაბლის გაუფერულება ეს არის უფრო დამწყები საფეხური, რომ ბავშვებს მარტივი, ანუ ის ქნას რა ქვია, ცოტა შეაყვაროს ეს პროცესი, ასე რომ ვთქვათ, მე ბევრი დაკვირვება და რაღაცა ისეთი სკრუპულოზობა არ ჭირდება, შაბიაბანს ვიღებთ უბრალოდ დაწყებით კლასებში შეიძლება გაკეთდეს, ხო? კი, ნამდვილად. რომ აი მაგალითად სინამდვილეში, რომ მაგალითად წყალი აძლევს ამ შემთხვევაში ფერს. აი ეს ცისფერი ფერის კრისტალებია, როგორც ხო რომ გამოაშრობ, იმით ასე თეთრი გახდება და როგორც წყლის წვეთებს დააწვეთებ, იმით ასე ისეთია, რა ქვია. კი, დაწყებითი კლასებისათვის კვლევები ესეთი ძალიან საინტერესო არის და ეს კეთდება ხოლმე. შეიძლება.
კი, როგორ არა. კი ბატონო, არის საფრის საფრის დამზადება, ხო? დამზადება ეს ყველაზე პრაქტიკული და ყველაზე სასიამოვნო პროცესი. მინდოდა ეს პროექტი საფრის დამზადება და ეს ბავშვებს სად ეხალისებათ ხოლმე, ხო? კი და აქ ქიმიური თვალსაზრისით კარგი არის ის, რომ ყველა მაგათად გათვალისწინებული აქ არის მზესუმზირის ზეთი. ხო და თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მაგალითად წიფწის ზეთი, ძვირი კი არის, მაგრამ ექსპერიმენტად ღირს, მაგალითად ზეითუნის ზეთი და შეადაროთ მისგან დამზადებული საპნები. იქ აღმოჩნდება, რომ მაგალითად წიფლის ზეთიდან საერთოდ არ კეთდება საპონი, იმიტომ რომ ეს ნაჯერი ბმები, რომელიც უნდა იყოს ამაში, იქ არ არის მაგალითად. შეიძლება გადავაქციოთ, ანუ არა ერთჯერად ექსპერიმენტად, არამედ ამ პროცესების, აი მე რაღაცნაირად არჩევანი, ვინცაც გააკეთებს, ხო? შეიძლება რომ კვლევით ექსპერიმენტად გადავაქციოთ და ნუ ფინალი ისეთიც ექნება რაღაცის წარმოება, რაღაცის შექმნა, მაგრამ კვლევის ელემენტები შიგნით ბავშვებისათვის შეიძლება გავაკეთოთ და მე ჰიდრირებულიდან მივიღოთ და უშუალოდ ინფორმაციები რომ გაწდეს და ნაჯერი გახდეს. ეს ძალიან ისეთი ფართო მასშტაბის კვლევა შეგიძლიათ აქ ჩაატაროთ. შეგიძლიათ ნარევები გააკეთოთ ამ ზეთების. აი ღორის ცხიმი რო ავიღოთ. ესაც შეიძლება, კი ბატონო, ძველად ღორის ცხიმს იყენებდნენ და ნაცარს, მაგალითად, სერცად იყო კალციური სოდა, ნატრიუმის თუთე. მრავალფეროვნება. აი ხა შემდეგი პროექტი რაც მოდის, წყლის ფიზიკური ფილტრაცია. ესეც დაწყების ამბავში რა ბავშვებისთვის დამწყები ბავშვებისთვის ქიმიაში ვინც შეადგავს ნაბიჯებს. კი და აი თავისით იმაშვებიან, რა ქვია, ჭრიან ამ ბოთლს, გადაჭრიან, გადმოაბრუნებენ იმ ნაჭრერში და იქ ფენებად აკეთებენ ამ ნახშირს, ქვას, ქვიშას და ასე შემდეგ. ფათაშორის მე მინახავს ესე იგი დღევანდელ დღეს ხშირად რაღაცა რთულ ელექტრომექანიკურ ტექნოლოგიებს უკავშირდება სიტყვა ტექნოლოგია, მაგრამ აი ხوارი მიმართულება, მწვანე მიმართულება ესე რომ უყვართ ხოლმე რაღაც აი ევროპაში არის დასავლეთ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში რა. ძალიან ლამაზ ესეთ ფილტრაციის სისტემებს აკეთებენ, რომლებიც ასევე დიზაინის ნაწილი არის. და შესაბამისად წვიმის წყალი ან რაღაც შედარებით უფრო ჭუჭყიანი წყალი, რომელიც რაღაც მექანიკურ ნაერთებს შეიცავს, იქვე ან ტყიდან გამომავალი წყაროდან რაღაცა, რომ შემოდის ხოლმე, ხო? აი ამისი გაფილტრა ხდება და ეხლა აქ არ ბიოლოგები არ ვიცი თუ ბრძანდებით, მათ შორის ძალიან საინტერესო არის ამის დაკავშირება ერთუჯრედიან ცხოველებთან და კიბორჩხალისნაირებთან, იმიტომ რომ ამ ტიპის გაფილტრას გადის ხო რეალურად წყალი იგივე ტყიდან და იქიდან რომ გამოდის და ჩვენამდე რომ მოდის ხოლმე რა. ამიტომ აი შექმნა თუ რა კომპონენტებისაგან უფრო კარგად იფილტრება წყალი და ვიღებთ საბოლოოდ ჩვენ სასარგებლო წყალს ძალიან კარგი არის რა და ხშირად უბრუნდებიან აი ესეთ არ ვიცი რა დავარქო მექანიკური გაფილტრა ალბათ ხო ისეთი ბიოგაფილტრა რა ყოველგვარი ამ ქიმიკატების გარეშე ჩვენ კი მოგწონს დღეს რომ მაშინ რა ქვია სუფთა სახლებში და იმაში უამრავი ქიმიკატები გვიადვილებს ცხოვრებას მაგრამ იქ სამაგიეროდ უარყოფითი ისენი არის ხო ეს ყველაფერი წყალში ჩადის და აჭუჭყიანებს ამას ყველაფერს და ეს აი რაც მე რა ვიცი YouTube-შიც მინახია ვიდეოები და ძალიან ლამაზი ესეთი ეგრეთ წოდებული ბიოფილტრები გამოსდით ბავშვებს რა როგორც დაწყებითში, ასევე მაღალ კლასში. თავარი არის, რომ აი მიხვდნენ მას, რა ქვია, განსხვავებას და პროცესები დაინახონ, რაც მიმდინარეობს ამის უკან. მე ვფიქრობ, რომ თან დაძლევადი პროექტი არის და თან ესე ძალიან სახალისო არის და ძალიან აქტუალური არის დღეს, როდესაც წყლის დეფიციტი ძალიან დიდია და ჭუჭყიანი წყლის პრობლემა სერიოზული გვაქვს. ის სასმელი წყლის დეფიციტი. კი ბატონო. აი ეს ორი პროექტი ხა წვადი ტაბლეტი. ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება. კი ბატონო. სანამ ახალზე გადახვალთ, საპნებთან დაკავშირებით აი ეგ დაუშვათ წყალი წყლის როლში რომ გამოვიყენოთ, გოგირდოვანი წყალი, რომელიც კანის დაავადებები, რომელზე დამზადებული მალამებიც კანის დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლოდ გამოიყენება. კი. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა ეგ ხო უნდა იყოს მე შემოწმებული დაუშვათ მე რომ იბრძოლოს სერიული გამოშვებისთვის დაუშვათ
რაღაც გარკვეული აი მეწარმეობის სტილში რო სკოლაში თქვენ არა ნახეთ საყნები გადიან კოსმეტიკურ საშუალებად და ამიტომ მაგათ რეგულაცია არ აქვს. თუ როგორც პრეპარატი ასე ყიდით, მაშინ მაგას რეგულაცია ექნება. მაგრამ სხვათა შორის საქართველოში არსებობს ბევრი ქიმიური კომპანია, რომელიც თავის ნაწარმს ყიდის როგორც კოსმეტიკას და ამიტომ რეგულაციებიდან თავს იკავებენ. ხო, ასე რომ და ეს შეიძლება ისეთი რაღაც საკეთებენ, მაგრამ საპონი თვითონ კოსმეტიკური ნაწარმია და არა ვთქვათ ჰიგიენური საშუალებაა კოსმეტიკური და არა რაღაცა წამალი რა ასე რომ ვთქვათ. ანუ ნახეთ თუ თქვენ რაღაცა დაავადება გაქვთ და ვთქვათ გოგირდის შემცველ საპონს გამოიყენებთ, ამით თქვენ ვერ განიკურნებით, მაგრამ პრევენციას მოახდენთ. შეიძლება წინასწარ ხო ამ სტილში შეიძლება რაღაცა გაკეთდეს ამ ვარიანტში. რა თქმა უნდა. ანუ აქ საპონი იქნება როგორც გადამტანი საშუალება იმ კონკრეტული, თქვათ, გოგირდის ჯგუფისა, ხო, რომელსაც წყალი შეიცავს. მაგ მე შეიძლება ინდივიდუალურ კონსულტაციებში რაღაცა გავილაპარაკოთ მაგ თემაზე. თან მან ეს რეგულაციები სხვა საინტერესო თემაა, რაც ახლა დათომ თქვა, ნუ ეგ პრინციპში ის არის, რა ქვია, თავის დაღწევა არის. ამ კაც ჩარჩოში ჩასვას, იმიტომ რომ თუ შენ გინდა რომ ხო არის ხა აფთიაქებში იყიდება სამკურნალო საპონებიც რა. ესე იგი აი როცა ეგეთი შედიხარ ბაზარზე ან სადღაც გინდა რომ გაიყიდოს, ხო? ის თუ სამკურნალო იქნება, მაშინ ძალიან კაცს იმას გაივლის, რა ქვია, შემოწმებას და რეგულირებას. და აქ ჰიგიენაში როდესაც გადის ის, თუმცა საინტერესო არის რასაკითხი, იცი? ბავშვებმა ალბათ აი საფრთხეებიც რო აღმოაჩინონ, თუ ესეთ პროექტში არჩევენ რა. აი რა საფრთხეები არის? შეიძლება სოციო შეამოწმონ უკვე არსებული პროდუქცია ამ საფრთხეებთან დაკავშირებით, ხო? იმიტომ რომ ჩვენ დიდი არჩევანი გვაქვს, მაგრამ ნაკლებად ფიქრობთ ხოლმე ზოგჯერ საფრთხეებზე. ზოგჯერ ისეთი განსხვავება არის, ესე იგი თვითღირებულება შორის, ნუ კაი, გასაგებია რომ ბაზარზე იქ დანამატია, მაგრამ ხა წარმოიდგინეთ რაღაცაზე გეუბნებიან რომ შეგიძლია ლარი და 50-ად იყიდო, რაღაცაში გთხოვენ 10 ლარის გადახდას, ხო? რაღაცა საინტერესო ხო არის, აი სულ მარტო 5-ზე რო წაიკითხოს კაცმა, რა შემადგენლობა არის ესეთი, რომელიც ამხელა განსხვავებას თუ ეფექტს გაძლევს, ბავშვებმა რომ აი ესეც კი ინფორმაციული კვლევაც რო დაუმატონ, ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მიეჩვევიან ისეთი ინფორმირებული არჩევანი მიიღონ რა, ხშირად ხო შეფუთვა გატყუებს. და ამ დროს შეიძლება რამე საფრთხე იყოს იქ ან არაადეკვატური ფასი იყოს ბოლოს და ბოლოს, ხო? ამ ხრივ ბუნებრივად წარმოებული და ქართული წარმოების ის თუნდაც გამოარჩიო, ხო? და არ დახარბდე იმ რაღაცა ძვირადღირებულ უცხოურ შემოტანილზე, ამ უნარზე და ამაზე დაფიქრება სკოლაში მე მგონი კარგი იქნება ბავშვებისათვის. რა თქმა უნდა. კარგია. მე მგონი პერსპექტიული პროექტი არის, საინტერესო პროექტი არის. წვადი ტაბლეტი და წვადი ტაბლეტი და ამის შემდგომი პროექტია ის რო არის, რა ქვია, ხუის ინდიკატორი. ესენი შედარებით სხვანაირად მომზადებული პროექტია ჩემი მხრიდან. აქ რაღაცა გაიდლაინივით არ არის მოცემული, არამედ ისი არის დაწერილი, რომ თვითონ ან მოსწავლემ უნდა დაინახოს, აღმოაჩინოს რა პროცესი უნდა გააკეთოს, რაღაცა შედეგი რომ მიიღოს. პრობლემური ამოცანის პრობლემური ამოცანა, დიახ. დიახ, პრობლემური ამოცანა, თუმცა ხა თუ რაღაცა ვერ მიხვდა, ვერ გაიგო, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ დავეხმაროთ ამაში, მაგრამ აქ თავარი შინაარსი რაა, რომ ესე იგი ეს წვად ტაბლეტს ადრე ეძახდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ეძახიან მშრალ სპირტს. მშრალ სპირტს, რომელიც ახლა აღარ არსებობს. სინამდვილეში ეს მშრალი სპირტი არის ჰექსამინი, ბუტლეროვის დასინთეზებული მოლეკულა 1856 წელს და შემდეგ აღმოაჩინა მან, რომ აი ეს ჰექსამინი ფლობს თვისებას, რომ წაუკიდებს ცეცხლს, დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს და იწვის უნარჩენოდ, ნახშირი არ აქვს და არანაირი მასა არ აქვს და შემდეგ გერმანელებმა ეს გამოიყენეს სალაშქრო გამოიყენეს და ასე რომ ჯარისთვის გამოიყენეს რა. სამხედროებს ჯიბეში ჰქონდათ ეს ისე რა ქვია. ჰექსამინის ტაბლეტები. ბოტანიკოსი ვიყავი და ლაშქრობებში დავდიოდი. მაშინ იყიდებოდა ბევრი.
ამაზე სუპის გაცხელებაც შეიძლება, ბატონო. თუმცა საოცარი სუნი ქონდა, მინდა გითხრა, კარავში ზოგჯერ რა თქმა წვიმაში უნდა, რომ ორგანული გავიკეთებია. ნივთიერება იწვის იქ. ხო, უშუქოვის ძალიან დროს მე ესეთი იყო. პირადად ქათმის გასატრუსად ვიყენებდი და ბევრი ვიყენებდი. კი, ხო და აი სწორი ბრძანდებით ხო და მეც უძესად ამის გარშემილია, ესე იგი 90-იანებში რომ დავჭი ჩუქის კი. გარეშე, ის ლაშქრობიდან შემორჩენილი ჩვილი ბავშვი რო ყავდა სახლში, აი იმას მაინც რო ეჭამა რაღაცა თბილი, დავწვით მთელი მარაგი ამ შრალი სპირტის, ტურისტულ მაღაზიებში იყიდებოდა ხოლმე. ძალიან ისეთი ადვილი ამბავი იყო რა. კი ბატონო, ხო. და ჩვენ ახლა დიახ ხო და აი ეს მეორე ტყუის აი იმას აღმოჩენა გავაგზავნებ ესეც ერთ ცოტა დამრჩა იმაზე რაღაცას ვიტყვი რომ იქ ჰექსამინის მიღება არ არის მაგას ჩვენ ვერ დავასინთეზებ სკოლაში ეს შეუძლებელია უბრალოდ მაგ ხდება ესე იგი პროცესის როგორ გითხრათ ჩანაცვლება რა აი რაღაცა პრეპარატს რო ყიდულობ და შემცვლელს რო გაძლევენ რაღაცა ისეთი ამბავია კვერცხის ნაჭუჭებისაგან ვთქვათ ვამზადებთ იმას რა ქვია ნივთიერებას თეთრ კრისტალებს ნუ ეს შინით მე იქ მიხვდებით რა იქნება, ნუ ძმარს ვასყამ, ძმარბჟავას, შემდეგ ამას ვასუფთავებთ, ეს პროცესი მთლიანად არის ლაბორატორიული პროცესი, ხო? და შემდეგ იმ თეთრი ფერის კრისტალებს ვამუშავებთ სპირტით და შემდეგ ბავშვებმა უნდა მოიფიქრონ როგორ დაატაბლეტირონ ეს და როგორ შექმნან მაგალითად ეს დიზაინი რომ დადოს ეს ტაბლეტი ცეცხლი წაუყიდოს და ასე შემდეგ. კი. ის ხო საინტერესო იქნება ეფექტიანობასაც როგორი გამოუვათ, ხო? კი, მაგალითად რა რაოდენობა უნდა იყოს რაღაცა უფრო ნაკლებად და ესეთი საინტერესო არის რა, გამოგივა თუ არა ის ეფექტი, გეთანხმები. კი ბატონო. და ტყუის აღმოჩენი ქაღალდი ესეც ვერტყოს მახსოვს. ეს არის, ესე იგი, აი ესეთი პრობლემური ამოცანაა. აქ როგორ რაღაც ხდება, რომ ამზადებთ ჩვეულებრივ ინდიკატორის ქაღალდს, როგორც ვთქვათ ის არის რა ქვია უნივერსალური ინდიკატორი ლაბორატორიებში რომელიც არის ესეთი ქაღალდია რომლითაც თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ წყალში თუ არის მაგალითად ტყუის იონები ამას აკეთებთ კალიუმის იოდიდის საშუალებით სახამებლიან ხსნარს ამზადებთ კალიუმის იოდის წყლით შიგნით კარგად ურევთ მაგრამ იქ თქვენ უნდა მიხვდეთ რა რაოდენობა დაამატოთ მაგალითად რა დონეზე უნდა მიიყვანოთ ეს სახამებელი შემდეგ ამ სახამებლიან ამით ფილტრის ქაღალდს ჭრით იმას ამუშავებთ და ნუ იღებთ ინდიკატორს მაგრამ ეს პროცესი მაგალითად ესე ზედაპირულად კი გითხარით, მაგრამ თვითონ მოსწავლეებმა უნდა დაამუშავონ, შეისწავლონ და ასე შემდეგ, რა რომ მიიღონ იდეალური შედეგი. ნუ რა მაინტერესებს? თვითონ ამ ტყუის შემცველობას ადგენენ, ხო? შეიძლება აღმოაჩინონ ტყუის შემცველობა. ტყუის შემცველობა არის თუ არა შიგნით? ჩვენ გქონია რეალობაში, აი თუ გაგიგია შენ, რომ დასალევ წყალში ან სხვადასხვა წყალში ეს ტყუის შემცველობა რისკი არსებობს, რომ შეიძლება აღმოჩნდეს რა მოკლედ შეიძლება სხვადასხვა ტიპის რისკი წყალზე უფრო არსებობს ჰაერში იმიტომ რომ ის არის რა ქვია დია ჰაერში იმიტომ რომ და ბოსნეულშიც კვებითი ჯაჭვით რო გადადის მე ადამიანს ხო მაგრამ ეს ლაკმუსის ქაღალდი კაი თქვათ ექსპერიმენტულად არ გამოადგებათ არ შეიძლება რომ განვავითაროთ რომ რეალური გარემო რაღაცა ესაკდან შეამოწმოს კი როგორ არა ონკანის წყალი მაგალითად წყაროს წყალი რა ვიცი აი როგორც ექსპერიმენტში არის ვთქვათ ერთი არის რომ რაღაცას ვერ აღმოაჩენ მაგრამ ხო უნდა დაინახო ის დაბინძურებული რომელიც ზუსტად წარმოადგენს საფრთხეს ესეთი წყაროები რამე გვაქვს ჩვენ რეალურ ცხოვრებაში ესე იგი პროექტში არის მოცემული სპეციალური ნივთიერება არის და დატესტოს თავისი მაგრამ ცხოვრებაში თუ არის მეთქი ეგეთი რაღაცა გარემოებები ადგილების პოვნა არ ვიცი სად შეიძლება მაგნერი გარემოება აი მე არ ვფიქრობ იცით სადაც არის ძალიან ბევრი მოძრაობა ტრანსპორტის, იქ იქნება სავარაუდოდ ყველა ვარიანტში ტყუის მაღალი შემცველობა და იმ ადგილის მონაცემები რო შედარდეს, დაუშვათ ცოტა უფრო ესეთ სუფთა გარემოში არსებულ მაშინ ესე იგი ეგ უკვე ჰაერის კონტროლის ამბავია. ჰაერის არა მხოლოდ ჰაერის, ნიადაგიც შეიძლება ამ შემთხვევაში. ალბათ. ნიადაგი შეგიძლიათ აიღოთ, თქვათ, ნიადაგისაგან რო შერეული ნარევი გაკეთდეს, იქ არ აღმოაჩენს ეს ლაკმუსის ქაღალდი. როგორ? ნიადაგისაგან რო ნარევი გაკეთდეს. ხო, მასე უნდა მოხდეს. და იმაში რო ჩაიდოს
წესით მაშინ იქაც უნდა აღმოაჩინოს, ხო, წყალში უნდა გაზავდეს, რომ ნიადაგის გაიგონ დაუშვათ და რაღაც. გაზავდება ალბათ მცენარების შედარებაც შესაძლებელი იქნება, მე მგონი გაზრდილი და სხვა გარემოში გაზრდილის რამდენად შეიცავს ტყვიას. კი ბატონო, როგორც ხედავთ, ერთი პროექტიდან შეგიძლიათ გამოიყვანოთ უამრავი საფლავი რაღაცა. ხო, იცით რა, სხვათა შორის უკაცრავად გერთვები დათო, მაგრამ ამაზე სულ გქონდა ეს დავა, რომ მე მესმის, რომ ზოგიერთ ჩვენი კოლეგა ისე ითხოვდა პირდაპირ იმაში, რომ თქვენი პროექტები მოგვეცითო და რა პრობლემა არის, კაცო, აგერ არის პროექტები. ჯერ სახელმძღვანელოში არის რაღაც საინტერესო, მე აგერ არის კიდე პროექტები. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ანუ აი სრული იყოს თუ რაღაცა იდეების იყოს წარმოჩენილი და სულ მე მგონი ამას ესე ვცდილობდით რა, სხვა საგნებში ვცდილობთ, რომ ნაწილი მაინც პროექტების იყოს ეგრეთ წოდებული ღია დაბოლოება შეიძლება დავარქვა, რომ თვითონ ამ პროექტზე მუშაობის დროს ბავშვებმა, მასწავლებელმა რაღაცა თავის შემოქმედებით ახალი განვითარება მიცენ, სხვა მიმართულება მიცენ, ხო? და ამ ხრივ ეს დახმარება იყოს აი უფრო იდეაში რა. ანუ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ამ პროექტის ფარგლებში არ გულისხმობთ, რომ აი გინდა თუ არა მანდამაინც ესეთი პროექტი იყოს, გინდა თუ არა ამ პროცედურების მიყოლა იყოს საჭირო. თუმცა წინა ფესტივალებზე ესე ვიქცეოდით. ეხლა უფრო აი ბიძგი, შემოქმედება და განვითარება კიდე უფრო სასიამოვნო იქნება შეფასების თვალსაზრისით. დავით, ესე იგი, ეს არის 10 პროექტი, რომელიც ახლა გავიარეთ, ხო? აი მე უბრალოდ სახელს დავტოვებ, ხო? ეს სულ ყველაფერი რა თქმა უნდა ამ სივრცეში ატვირთული იქნება ეს პრეზენტაციაც და სულ ყველაფერიც. მაგრამ ჩვენ ალბათ შემდეგი შეხვედრისათვის კიდე მოვამზადებთ ერთ პაკეტს და მე მგონია რომ ჩვენი მხრიდან ქიმიის მიმართულებით 20 პროექტი გვექნება. და ეს საკმარისი არის ხა დანარჩენი ბიოლოგიაში ალბათ ესე აი ამაზე მეტ რაოდენობას უკვე ჩვენ შეთავაზების სახით არ გავაკეთებთ, ხო? და ისევ გავიმეორებ, ესე იგი, რომ დავინახოთ. აი ხა მე მინდა ნახეთ აი კიდე ჩემ ეკრანს გავაზიარებ, ხო? აი მე ამასაც თქვენ ელექტრონული პოსტით მიიღებთ, შეხედეთ აი არსებობს ორი ცალი, ესე იგი, მაგალითად, თორსა რაღაცა კეთდება მექანიკური, ინჟინერული დიზაინის ეგრეთ წოდებული სისტემა და მეცნიერული მეთოდის, ხო? ცნობილი ამბავია, როცა ბავშვი აკვირდება, მერე საკითხს სწავლობს, მერე ჰიპოთეზას გამოთქვავს, მერე ექსპერიმენტით ცდის, შედეგების ანალიზი, დასკვნები და ის დასკვნები ხშირად ახალ კითხვას ბადებს რა. აი ის რომ მაგალითად აი ვიდეო რეფლექსიის დროს ან როდესაც გამოფენაზე მოვა ეს ექსპერიმენტი რომ ბავშვებმა აი ამ ლოგიკით ან თანმიმდევრობით იმსჯელონ, ხო? აი ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის პროექტში. არა ის რომ აი რაღაცა უფრო რთული არის და მრავალსაფეხურიანი და რაღაცა მარტივი თუ დაწყებით თუ მაღალი. ერთი გასაგებია რომ საფეხურის ფარგლებში თუ შეადარებ, ისე უნდა შეადარო. არამედ აი მაგალითად ასევე თუ რაიმეს მექანიზმის შექმნა იქნება, აი მაგალითად თუნდაც ის გალვანოპლასტიკაზე რაც შენ თქვი, ხო? შეიძლება იქ მექანიზმები შეიქმნეს, შეიძლება იქ ვიფიქროთ მათ შორის ელექტროინჟინერულ განვითარებაზე. აი ეს საინჟინრო დიზაინიც, ხო, რომ რა პრობლემა არის გადასაჭრელი, ესე იგი რა გზები არის, მერე გარკვეული ქმედებების ჩატარება, პროტოტიპების შექმნა და იმ პროტოტიპში რაღაცა თუ არ იმუშავებს, მერე იმის გამოსწორება, ანუ როგორ მიდის ბავშვი აი ამ გარკვეული ინჟინერული მოდელის შექმნისაკენ, ხო? აი ამ ტიპის აზროვნება, ამ ტიპის მსჯელობა ეხა ბავშვები ხო იცით, თუნდაც იგივე გაკვეთილს რო ყვებიან, ერთი არის, მაგრამ პრეზენტაციებს რო აკეთებენ, ამას თუ გამოიყენებენ, ძალიან დიდი ესე იგი ამას მნიშვნელობა ექნება აი იგივე გამოფენებზე, ესე იგი ამის შედარების დროს. ხოლო რაც შეეხება, ესე იგი აი ხა რაღაც რო შევაჯამო და მე კითხვები თუ იქნება, კითხვებს გავცეთ პასუხი, ხო? ესე იგი მე ვფიქრობ, რომ აი პროცედურას ისევ გავიმეორებ რა. თქვენ ეცნობით სიტყვაზე ამ პროექტებს, ან ამ ჩვენი საუბრის შედეგად რაღაცა თქვენი საინტერესო მოსაზრებები ჩდება ახალი, შემდეგ შეხვედრაზე ამ გამოცდილებით კიდე გაგაცნობთ რაღაცა პროექტებს, მაგრამ თუ შეძლებთ რომ კლასში ბავშვებთანაც ისაუბროთ, რომ აი ესეთი პროექტი არის, მოდი მივიღოთ მონაწილეობა, აი რა შევარჩიოთ და შემდეგ ფორმალურად აი პირველი რასაც ახლა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ივნისის სადღაც 20-ისათვის, ან თუ გნებავთ ივნისის ბოლომდე,
კოლეგები გამოაგზავნიან, რომ მაგალითად ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ galvano პლასტიკა გავაკეთოთ ჩვენმა კლასმა და სექტემბერში, რომ დაიწყება სასწავლო წელი, აი ამაზე ვიმუშავებთ და უკვე ჩვენც ესე იგი ესე მოვემზადებით ახალი სასწავლო წლისათვის, რომ ის პირისპირი შეხვედრა იქნება, ესეთი ვებინარი იქნება, ან ინდივიდუალური კონსულტაციები, რაც დაჭირდება, რომ წარმატებით შეასრულონ ბავშვებმა. ამიტომაც ქვია ამ პროექტს რა, მეტი STEM-ის სკოლაში. უხეშად რომ ვთქვათ, თუ მანდ-მაინც სტატისტიკურ მასში გავიყვანთ, ხო? რაც უფრო მეტი პროექტი ჩვენ დავინახავთ და ვიდეო რეფლექსია მოგვივა, რომ სკოლაში ესეთი პროექტები განხორციელდა, მეტი სიხარული და მეტი მიზანი იქნება, ანუ მიზანი უფრო მეტად იქნება მიღწეული რა. აი ეს იყო და ეს. შეკითხვები ხო არა გაქვთ კოლეგებო, ვინც კიდევ ერთხელ მაქვს ერთი შეკითხვა, ბატონო, აი როგორ დავაკავშიროთ მე ჩვენ ეს ყველაფერი STEM-თან, აი ეს არის უფრო მთავარი მე მგონი, ვიდრე ქიმიის ნაწილი. ხო. შეხედეთ, მოდით ახლა მე იმას ვიზამ. არა. კაი კითხვა არის და ახლა თქვენ თქვით, მე აი ერთ რაღაც აბსოლუტურად სხვა იმისთვის ქონდა ეს გამზადებული. პროცესი პროექტი გვაქვს იქ აფხაზეთში მყოფ მასწავლებელთა, მოკლედ ეხლავე ერთ წუთს აი სლაიდს ახლა მე ვთავ და ხო, ეს წამით. მადლობა ამ შეკითხვისათვის. აი მოდით მე ამას ახლა გავაზიარებ. და ეს ხორგან იყო მომზადებული. შეხედეთ, ესე იგი, ეს ძალიან საინტერესო შეკითხვა არის რა. რა არის საერთოდ ეს STEM სწავლება? რა ამაზე რაღაცა. ზოგს მაგალითად გონია, რომ აი რობოტი გავაკეთე, მანქანა, ეს არის STEM, ხო? ვიღაცას მიაჩნია, რომ არ ვიცი, რაღაც კოსმოსს ეხება რაღაცა, ეს არის STEM-ი. ვიღაცას მიაჩნია, რომ ესე იგი, ეს უნდა იყოს რაღაცა ტიპის პრეზენტაცია, ან რაღაც კოდი ან პროგრამა უნდა დაწეროს. სინამდვილეში ნახეთ, თუ თქვენ აი ინტერნეტშიც მოიკვლევთ სხვადასხვა ქვეყნებში STEM სწავლების დოკუმენტებს, ანუ აი ამ პროგრამებს, რომელიც სახელმწიფოებმა შეიმუშავა, როგორ ვასწავლოთ ბავშვებს STEM-ი, აი მაგალითად თქვენ წინაშე არის 5 პუნქტი, რომელიც აჩვენებს, რომ თქვენ წინაშე არსებული ამოცანა, აი მაგალითად ეხა დათომ რაც წარმოადგინა, ჩემს ისინი ყველანი STEM პროექტები არის და რატო? პირველი. ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველი, რომ ჩვენ ესე იგი ბავშვები, უბრალოდ ეს დავაკეთოთ, მოსწავლეები აქტუალურ მოვლენას გაეცნონ, ხო? და ეს ისეთი აქტუალური არის ეს მოვლენა, რომელიც იწვევს мотивაციას, რომელიც აი მის საცხოვრებელ გარემოში ხდება, ან ჩვენ ქვეყნისათვის არის აქტუალური, შევა სოფლიოსთვის აქტუალური არის. ფათაშორის რაც უფრო პირადად ბავშვებისთვის ცხოვრებისეულია, კიდევ უფრო მეტად მაღალიად ხარისხად ითვლება აქტუალობა და არა მანდ-მაინც ის, რაც მანდ-მაინც მთელი მსოფლიოს ასე ვთქვათ წინაშე დგას. ესე იგი, პირველი, რომ მოვლენა იყოს აქტუალური. აი უბრალო მაგალითს მოვიყვან, ნახეთ, მაგალითად მე ხარ ბიოლოგიიდან მოვიყვან. ამდე რატო თქვენ გამოვიყ, აი საპონი, ხო? ერთი არის, როდესაც მე ვაკეთებ ქიმიური ნივთიერებების ცოდნის დონეზე, ხო? ან თუნდაც რომ მივიღო რაღაც ისეთი პროდუქტი, რომელიც აი რეცხავს, ხო? ისეც ქიმიური პროცესი არის, რაც ახასიათებს ამ ნივთიერებებს, რისგანაც მზადდება საპონი. და მეორე არის, ნახეთ, ახლა ჩვენ რაზე ვისაუბრეთ? ჩვენ ვისაუბრეთ მაგალითად ალერგიაზე, გაღიზიანებაზე, ფასი როგორ დგება, ხო? აი ეს უკვე აქტუალიზაცია არის რა პროცესის რა. რატო ღირს ეს იაფი, რატო ღირს ეს ძვირი, რატო არის რომ ჰიგიენა, ესე იგი, კაც რეგულაციას არ მოითხოვს და ამ დროს თუ წამლად იქცევა, მაშინ მოითხოვს და რამდენად სწორია, ან უსაფრთხო არის ესეთი პოლიტიკა სახელმწიფოში. ხა მეორე. STEM პროექტი, ნახეთ, ინჟინერული მოდელი ან ინტერაქტიული გარკვეული მექანიზმის შექმნა. მაგალითად, გალვანომეტრი ამ ხრივ თითქოს პირდაპირ ჯდება ამ ყველაფერში, ხო, ისევე როგორც წყლის გაფილტრის საშუალება. ეს ინჟინერული მოდელი არის. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თვითოული ექსპერიმენტი თავისთავად, ხო? თავისი კოლბებით, რა რის შემდეგ ხდება უსაფრთხოების დაცვით რა. ესეც ფაქტე გაგებით არის ინჟინერია, იმიტომ რომ ჩვენ ვქმნით ექსპერიმენტს, რომელიც უნდა ჩატარდეს ფრთხილად და თუ ადრე ინჟინერია მანდ-მაინც მანქანას ან რაღაც ფიზიკას უკავშირდებოდა, ხო? დღევანდელი გაგებით ისევე როგორც აი ნახეთ მე აქ STEM-ი მიწერია და იცით რომ იქ 100 არის ბევრ აბრევიატურაში ჩაწერული, თავიდან ხელოვნებად ითვლებოდა და შემდეგ გაფართოვდა და თანამედროვე კვლევარები ამ STEM-ის იძახიან რომ ეს არის შემოქმედება. ეს არის შემოქმედება კვლევის, შემოქმედება ინჟინერიის, ანუ ქმნის პროცესში. ასე რომ
ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ჩვენმა ქართული წარმოშობის შვეიცარიაში მოღვაწეობს ქალბატონ ერთ-ერთმას და ესეთ გითხარო აი იქ იყო კითხვა რა ბიოლოგიაში რა უყოთ ინჟინერიასო და ესე მიგვითხით არა აი თქვენ და მაგიდაზეო ვიდეო ჩართვა იყო ვაშლი დევს და მერწმუნეთ ეგ ბიოინჟინერიის პროდუქტი არისო ანუ ფაქტიურად ჩვენ დღეს ცხოვრობთ აბსოლუტურად ინჟინერიის პროცესში რა მეცნიერების კონცეფციების გაგება გააზრება რომ მნიშვნელოვანი არის ამ პროცესების უკან ბავშვებმა იცოდეს ეხლა ამაზე არ გავჩერდები ხო პრობლემური ამოცანა ანუ ერთი არის რომ აქტუალური არის მოვლენა არის მეორე არის რომ პრობლემას ჭრიან ხა პრობლემა არის მაგალითად თუ შევხედავთ წყლის სისუფთავეზე ლაპარაკი აი ხა ბოლოში რო ვილაპარაკეთ ან ხაერის ტყვიასთან დაკავშირებით მაგრამ მინდა გითხრათ რომ ისეთ პრობლემური ამოცანა არის რომ მე ისეთი ნარევი შევქნა რომელიც იმ ქამელეონს მომცემს ნახეთ და როცა ბავშვები მსჯელობენ რატო გამოუვიდათ ან რატო არ გამოუვიდათ და აი რა იპოვეს ისეთი რომ ის ექსპერიმენტი ბოლოს და ბოლოს ქამელეონი ნივთიერება შეექმნათ რომ გამოუვიდათ და ბოლოში თქვენ ხედავთ ეს არის კავშირი ცხოვრებასთან ხო სოციალურ პრობლემებთან ეკოლოგიასთან ჯანსაღ ცხოვრების წესთან ესე იგი ჩვენ ხო ამ ბავშვებს ყოველთვის უმტკიცებთ რომ რასაც არ უნდა სწავლობდნენ ისინი ნუ ქიმიის ფარგლებში და ქიმიის სახელმძღვანელოში ეს მათ ცხოვრებაში გამოადგებათ ხო და აი ეს თვითონ ჩვენი დახმარებით უნდა დაინახონ და როდესაც სიტყვაზე მე მაქვს წარმოდგენილი პროექტი გამოფენაზე, ხო, აი ბავშვებს რაღაცა ექსპერიმენტი, ჟანგბადის მიღება, ხო? აი ფინალში ის უნდა ამითი ამთავრებდეს, ხო? რომ მათ კი გააკეთეს ეს ექსპერიმენტი, მაგრამ აი სად არის ეს რა კავშირი, ეს არის მედიცინასთვის სჭირდებათ ეს ჟანგბადი? ეს რაღაცა ისეთი მეთოდოლოგია არის, რომელიც უფრო უსაფრთხო არის, ვიდრე მანამდე იყო რაღაცა? აი ეს ხუთი პრინციპი თუ არსებობს, ესე იგი, აი ეს ხუთი ელემენტის მატარებელი თუ არის ექსპერიმენტი, კვლევა, დაკვირვება, ხო? კეთებ, აი, ესე იგი, ერთი რაც აუცილებლად STEM-ის მახასიათებელი, ეს არის ხელით კეთება. ეგრეთ წოდებული კეთების სწავლება, თქვენებავთ ექსპერიმენტების სწავლება დავარქვათ ჩვენ, ხო? დანარჩენი სულ ყველაფერი ეს არის უკვე ანალიტიკური მხარე, როგორ უკავშირებთ ცოდნას, როგორ ვიყენებთ ცოდნას, როგორ ვავლენთ ამ ცოდნას და როგორ მიყვავს ის პრობლემასთან, ესე გადაჭრასთან დაკავშირებულ სწავლებასთან. ასე რომ აი ჩემი პასუხი ნახეთ ესეთი იქნება, ესე იგი ჩვენთვის, ნუ აი ყოველ შემთხვევაში ვინც ახლა პირობითად ორგანიზატორები ვართ ამ პროექტის და ესე ვთავაზობთ, ხო? სხვათაშორის ჩვენ ვფიქრობთ, რომ მე რაღაცნაირად მოვიფიქრებთ, რომ ეხლა საგნობრივად ხო ყველას გიგზავნით ამ ამოცანებს. ჩვენ შევეცდებით, რომ საერთო კრებულიც გავაკეთოთ, იცით, ყველას ხელს მისაწვდომი კონდეს. იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ჩვენ დავიწყეთ საუბარი ქიმიის მხრიდან, მაგრამ ბიოლოგებს ან დაწყებითებს რომ გადაუგზავნეთ ან ფიზიკოსებს რაღაცა, იქაც თვითონმა ჩვენთაგანმა შეიძლება აღმოაჩინოს რაღაცა საინტერესო ან ერთი მეორეს დაუკავშიროს. ამიტომ ასე ვინაიდან ერთ-ერთი ჩვენი ფუნქცია, როგორც მასწავლებლის სახლის თანამშრომლების არის, რომ სასწავლო რესურსები, ესე იგი, კატალოგი თუ ბანკი შევქნათ, ხო, სივრცე, სადაც მოძებნით, აი ჩვენ ციფრულად ესეთ რაღაცასაც მოვაწყობთ, რაზეც თქვენ ცნობა გექნებათ და თან სექტემბრამდე საკმარისი დრო გვექნება, რომ როცა მოვიცლით, აი დავფიქრდეთ და მოვემზადოთ უკვე სასწავლო პროცესისათვის და აი ამიტომაც გავყავით, ესე იგი, დაგეგმვის პროცესი შესრულების პროცესთან და არა უცბად გამოვიდა რაღაცა და თქვათ ესე სტილში ვიმოქმედეთ, რომ აი მე რაღაც შეიძლება. ერთი კვირა ვეცდობით, შემდეგ კვირა აბა ექსპერიმენტები და აბა ეხლა ვადები. ბოლოში რომ ჩავიბაროთ, გინდა თუ არა რომ მოსწრებაზე იყოს საქმე. ესე არა. ვიცით რა რომ მასწავლებელი არის ჩართული უამრავ საქმიანობაში, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აი ამ საქმიანობაში დავეხმაროთ მას, გამოძებნოს, რომ ან თავის სასწავლო პროცესში ინტეგრირება გაუკეთოს აი ამ STEM, ასე ვთქვათ, პროექტს. ისე ვიძახთ, გნებავთ თავის მოფიქრებულს, გნებავთ აგერ ჩვენ შეთავაზებულს. სხვა შეკითხვები, კოლეგებო? ანუ თუ სწორად გავიგე, მერე უკვე იქნება ამის გადაბმა STEM-თან. კი, ჩვენ იმას ვიზამთ. აი, ნახეთ, თუ თქვენ, ესე იგი, როცა თქვენ გამოგვიგზავნით ჩვენ პროექტს, აი რომელიც თქვენ აირჩიეთ, ხო? ჩვენ აუცილებლად სათითაოდ ყველა მასწავლებელს დაუკავშირდებით, ეს უკვე ინდივიდუალური იქნება, ეს ახლა აღარ იქნება უკვე საჯარო ელემენტი, ხო? მაგრამ ყველას მივწერთ და ამ შერჩეულ პროექტებს
მოდი ესე ვთქვათ, გავასტემებს, ხო? რომ არ იყოს რაღაცა ისეთი ეჭვი, აი სად როგორ აქცენტები გააკეთონ ბავშვებმა. ეს უკვე იქნება აი სუფთა მართლა რატო ეძახით ამ პროექტს, რომ ეს არის მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროექტი. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე როგორც კონსულტანტები თქვენთან ერთად ვითანამშრომლებთ ზუსტად პროფესიულ განვითარებაზე, რა, რომ ეს ჩვენი აქტივობები, რომელიც ჩვენიცდაც გვაქვს, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, დაწყებითი ბუნებაში, ხო? ესე იყო. აი სადღაც 2000 წლის დასაწყისიდან დაიწყო, რომ აი მოდი ეს გადავიყვანოთ STEM კონცეფციაში. ამიტომაც აი არაფერი არ გაუქმებულა იმ აკადემიურ კლასიკურ ფიზიკაში, ქიმიაში თუ ბიოლოგიაში ის ცოდნა ბაზა არის მთელი ჩვენი თანამედროვე მეცნიერების თუ ტექნოლოგიების. ამიტომ აი ეს აი ამ რაკურსით დავინახოთ, ასევე იქნება უკვე ჩვენი პროფესიულ განვითარებაში დახმარება და ესე დასრულდება და უკვე ამ სახით პროექტი წავა მერე განხორციელებაში. ანუ ახლა როგორც მე გავიგე, თქვენ ამბობდით, რომ 20 ივნისამდე ან ივნისის ბოლომდე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენ რომელი პროექტი გვინდა რომ ავირჩიოთ. თქვენ თქვით აგრეთვე რომ იქნება სულ სადღაც 20 პროექტიო, ხო სწორია? ახლა 10 პროექტს თქვენი არჩევანი 20-ია და თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ ახლა 10 პროექტს გავეცანით, ხო? აი დარჩენი 10 როდის იქნება, ვთქვათ? დარჩენი 10 იქნება ყველაზე უფრო შორს ერთი კვირის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ესენი ძალიან საინტერესო პროექტებია მომეწონა, მაგრამ იმათაც მინდა გავეცნო და კიდევ ვიცით რა მაინტერესებს, თქვენ თქვით, რომ სექტემბერში უკვე დაიწყება ჩვენი შეხვედრები, რა ინტენსივობით იქნება, ანუ სამჯერო თქვით, ალბათ თვეში სამჯერ თუ როგორ იქნება? არა, შეხედეთ, ნახეთ როგორ იქნება. მე მინდა რომ ჩვენ სამჯერ შევხვდეთ აი ამ ივნისის თვეში. და სექტემბერ-ოქტომბერში უკვე თქვენ მუშაობთ თქვენ კლასთან ან ჯგუფთან. ესე იგი, ნახეთ როგორ ხდება STEM პროექტზე. ორი ფორმა არსებობს რა. ერთი არის რომ მაგალითად რაღაცა გუნდიანი პატარა ბავშვების, რომლებიც უფრო ინიციატივებენი არიან, მოტივირებულები და აი კლუბურ მუშაობას წააგავს რა. ისინი გაკვეთილზე შეიძლება არა, მაგრამ გაკვეთილის შემდეგ ვინაიდან მოტივირებულები არიან, ამ ექსპერიმენტს აწყობენ, ან ამ კვლევას ატარებენ, ხო? მეორე არის, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ კლასში შევიტანოთ და კლასის ორგანიზება ისე გავაკეთოთ და პროექტის გვიგაჩნია, რომ ადეკვატურია, რომ კლასი შეიძლება დაიყოს რაღაც 4-5 ჯგუფად, გუნდებად, ხო? და მათ ჩაატარონ ეს ექსპერიმენტები. ანუ უკვე გაკვეთილის ფორმატში ჩავატაროთ ეს სულ ყველაფერი. ან ისე გამოდის, ან ესე გამოდის. თუ რაღაც მაგ შინაგანი ის რომ თე კლასთან მოახერხებ, ხო, კაი, თუ არა და რაღაც ბარკვეული ჯგუფი მყავს, ხო, ბავშვების. ჩვენ გულისხმობთ, რომ სექტემბერი, ოქტომბერი თქვენ იქნებით დაკავებული სწორედ ამ თქვენი პროექტის განხორციელებით და ჩვენი კონტაქტი უკვე იქნება თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ თქვენგან შეიძლება წამოვიდეს კითხვა, რომ მაგალითად ეს პროექტი ავირჩიე, კაი, თქვათ 3 ბავშვი მყავს, მაგრამ შეიძლება რაღაცნაირად ისე გავაკეთოთ, რომ თელმა კლასმა გააკეთოს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მასწავლებლის სახლი უკვე ვერთვებით როგორც მეთოდოლოგიაზე მომუშავე ხალხი, არა მარტო მე. შეიძლება აგერა დათო არის მაგალითად ქიმიის მიმართულებით, მასწავლებლის სახლს ყავს ქიმიის ექსპერტი, ხო, მას შეიძლება, ანუ ჩვენი სისტემა ამ შემთხვევაში უკვე ეხმარება ამ პროექტის ფარგლებში თვითოულ მასწავლებელს, რომ მას დაეხმაროს, ხო, რაღაცეებში, რჩევით იქნება თუ სხვა სახით, შეიძლება სამუშაო შეხვედრაზე მოწვევითაც კიდევაც, ხო, რაღაცის მოდელირება სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მას მერე მასწავლებელი უკვე კლასში მივა და კლასში გადაიტანს, რა. აი, ამიტომ ეძახით ამას პროფესიული განვითარების, ესე იგი, პროექტს. ვიხდით, ხო? მე მგონი ავხსენი. ძალიან საინტერესო, ამით უფრო რომ აი ძალიან ვეცებს უქიმიის პროექტებს და უფრო არის ფიზიკა ძალიან აქტიურობენ ფიზიკოსები და ულოცავ მათ ამათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროექტია საინტერესო, აი ქიმიაში სულ ვეძებდი და ძალიან გამიხარდა, ეხლა მე სულ რაღაც 3 წელი ამასწავლებლად მუშაობ, ისე რომ არა მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება და მინდა ზუსტად თქვენგან ეს გამოცდილება და კი ბატონო. მინდა რომ მანდაც აუცილებლად იქნება, კი ბატონო. ჩვენ აუცილებლად ყოველმხრივ დახმარებას გაგიწევთ, რომ ეს პროექტი თქვენ მოსწავლეებთან ერთად თქვენ წარმატებით განახორციელოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, დათო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კოლეგებო, კიდე ხო არა რამე შეკითხვა, ზოგადად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ 1 საათიანი შეხვედრა გვექნებოდა. თუ რამე შეკითხვა არის, გავცემ პასუხს, თუ არა, მაშინ დავასრულებთ შეხვედრას და კიდევ ერთხელ მადლობა სულ ყველას, ვინც მოიცალეთ და მოგვეცით საშუალება, რომ ეს ვიდეო ჩაგვეწერა
რომელიც აიტვირთება აქაც და ჩვენ Facebook ჯგუფშიც, რომ მასწავლებლებმა, ვინც ვერ მოიცალეს დღეს, შეძლონ გაეცნონ მას და უკვე შემდეგ შეხვედრაში მიიღონ მონაწილეობა. რამე შეკითხვა ხო არა გვაქვს კოლეგებო? Teams-ში აიტვირთება ხომ ეს ყველაფერი? Teams-შიც აიტვირთება და ის Facebook ჯგუფი რო გაჩვენეთ, იმაშიც აიტვირთება. Teams-ში ეს ისედაც აი აგერ ახლა კიდე ერთხელ გავიმეორებ, აი თუ ჩვენ გადავალთ ჩვენ Teams-ის ჯგუფში, აი აქ არის ეგრეთ წოდებული general-ი, აი ეს ჩვენი გვერდი, სადაც თქვენ ხედავთ, აი აქ არის ესეთი საქაღალდე, მოცეთ ერთწოდს ეს მოჩანს ხო ახლა ეკრანზე, მე რაღაც სხვა რამე ხო არა მაქვს გაზიარებული. კი, უნდა მოჩანდეს. მოცეთ ერთწოდს. არა, ერთ წამით. ხო, აი ახლა გავაზიარეთ ჩემი ეკრანი. აი ეს არის Teams-ში საერთო გვერდი, ხედავთ ახლა თქვენ, ხო? შესაბამისად, აი აქ ყოველი შეხვედრის შემდეგ, აი მაგალითად სიტყვაზე მე ახლა შევალ ბიოლოგების ჯგუფში. აი ნახეთ როგორ იყო იქ პირველი შეხვედრა რომ მოხდა, აი აქ ცოტა ცისფერი ესეთი ტექსტი არის, ამას თუ ჩამოხსნით თქვენ, აქ თქვენ ხედავთ, აი ნახეთ, აი ამ ჩადაწერს. აქ დაჭერით იხსნება, პლუს კიდე ისევ აი ამ ეგრეთ წოდებულ გაზიარულებში არის ესეთი საქაღალდე, რომელსაც ქვია ჩანაწერები და აი აქაც ჩდება, ჩვენთანაც ესე გამოჩნდება, ხო? ესე შემთხვევაში მე ისე დავბრუნდები ქიმიკოსები, ესე იგი ჩვენთან აი აქ გაჩნდება. ეხლა დღეს არ არის, მაგრამ აი აქ გაჩნდება ესეთ საქაღალდე, ამას თვითონ აკეთებს Teams-ი. კი ბატონო და ამის ქვემოთაც გაჩნდება ეს ჩანაწერი. გარდა ამისა, ჩვენ აი ამ სოციალურ ქსელში, STEM სკოლებში, კლუბი ჭხირკედელა, ეს Thinkers, აი აქ ჩვენ დავდებთ, აი ახლა მაგალითად ბიოლოგია დავდეთ, ხო? აი სხვათა შორის ქვემოთ რაღაც გარკვეული დისკუსიაც გაიმართა. ოღონდ ამას ვდებთ ისე სოციალურ ქსელში, რომ ის არის მიბმული აი ამ ეგრეთ წოდებულ featured, თავისებური დაპინვას ეძახიან რა ამას რა. ანუ ეს არის ჩვეულებრივი გვერდი, მაგრამ აი ეგ ზემოთ როგორც კი შედიხართ, აი ეს ვიდეოები გამოყოფილი არის და ისინი ცალკე არის დაგროვილი. ამიტომ მათი მოძებნა ადვილი არის. დიახ, ძალიან საინტერესო. ხო, აი ესეთი ფორმით ვაპირებთ, რომ თქვენამდე მოვიდეს ეს ინფორმაცია. ძალიან შეკითხვა ხო არ არის კიდე კოლეგებო? მადლობა, მე არა მაქვს კითხვები. არქით, მაშინ დაგემშვიდობებით და შეგვიძლია ნელ-ნელა დავტოვოთ ჯგუფი, რომ მე შევძლო, ესე რა ქვია, ჩანაწერის შეჩერება და მადლობა, რომ კიდევ ერთხელ რომ მოიცალეთ. გთხოვთ, დავტოვოთ ნელ-ნელა ეს შეხვედრის ჯგუფი. მადლობა, მე ჩაწერსაც გავაჩერებ. ნახვამდის დაგემშვიდობებით.